ჩემო ძვირფასებო, რომ ვიცოდეთ, რამდენად გრძნობიერია თქვენი ცხოვრება თქვენი აზრების მიმართ, არასდროს იფიქრებდით ნეგატიურად. ჩვენ ცხოვრობ და უბრალოდ აღვიქვამ ცხოვრებას როგორც მოცემულობას. არის და არის. ეს არის საშინელი პოზიცია. ასე ჩვენ გადავდივართ გაუფასურებაში იმისა, რაც უკვე გვაქვს. ამაზე ვიდან შემდეგ ემატება საკუთარი თავის სხვებზე შედარება, ის ინფორმაციული წნეხი, რომელიც მოდის სოციქსელებიდან, ნახე მე რა კარგად ცხოვრობ და მორჩა გადავდივართ ტოტალურ უკმაყოფილებაში. ცხოვრება გრძნობს ამ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ და სარკის ეფექტით მუშაობს. არავინ არავის გადაარწმუნებს. ყველაფერი მუშაობს პრინციპით. თუ არ გიყვარვარ, მაშინ მეც არ მიყვარხარ. შენ მოხვედი საცხოვრებლად, მაგრამ ცხოვრობ შენი ცხოვრების პატივისცემის გარეშე, ამიტომ იყავი მასე. არის მეორე პოზიციაც. მიიღე ცხოვრება არა როგორც მოცემულობა, არამედ როგორც ფასეული. ეს პოზიცია ჩვენი ფსიქიკისთვის გაცილებით კომფორტულია. გამოიღვიძო და დააფასო ის, რაც უკვე გაქვს შენ ცხოვრებაში. უმრავლეს ადამიანს ეს წამიერად მოდის, როცა ვინმეს რამე ცუდი შეემთხვევა და უცებ აღმოხდება, რომ ღმერთო, დიდი მადლობა, რომ ეს ჩემ თავს არ გადახვდა. რამე კარგი შეემთხვევა და აქაც მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის. გასული არა 2 წამი და ჩავარდა ისე მის უკმაყოფილებაში. თქვენ არავინ გითხრათ, რომ ვერ გახდებით მუდმივად მადლიერი ცხოვრების მხოლოდ ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ან ვიდეოს ყურების შემდეგ, ან ბედნიერი წუთის შემდეგ. ეს ჩობა ვითარდება თქვენი მადლიერების ხარისხის სიძლიერით და რაც უფრო ხშირად აკეთებთ აქცენტ მის პოვნაზე თქვენ ცხოვრებაში. ისინი, ვინც ფასეულობის პრინციპით მოქმედებს, გაცილებით უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან, ვიდრე ისინი, ვინც ცხოვრებას როგორც მოცემულობად უყურებს. თქვენ ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს აზრი. რისთვისაც შეგიძლიათ მადლიერი იყოთ. და ძალიან ბევრი მიზეზია ამისი. თქვენ თუ დაიწყებთ ძებნას, უამრავს ნახავთ ასეც. კითხვა იმაშია, მზად ხარ თუ არა ამის დასანახად. გამოყავით დრო. სულ 2 წუთი გინდა დღეში. დაჯექი, დახუჭე თვალები და შენი შინაგანი ხმით მადლობის გადახდა დაიწყე ღმერთიდან, სამყაროდან, მზე, მიწა, ჰაერი, ხე, ბალახი, დედა, მამა, დაძმა, ბებია, ბაბუა, მეუღლე, შვილები, მეგობრები, ნაცნობები, უცნობები, როგორც ხარ ახლა, რა მდგომარეობაშიც ხარ ახლა. კარგი მოხდა რამე, იყავი მადლიერი, ცუდი მოხდა რამე, ახაც იყავი მადლიერი. არ იცი შენ, ეს ცუდი შეიძლება შენი კარგის დასაწყისი იყოს. დაიწყე ცხოვრებაში მადლობის გადახდა. ისე კი არა ფორმალურად რომ ვიცით, მადლობა. გულიანად. არ გამოგივა თავიდან ვიცი, იმიტომ რომ არ ხარ ნარჩვევი. უცნაურადაც მოგეჩვენება ფარისევლურად, მაგრამ გააგრძელე. ეს შენი ჩერჩეთი თავი გეუბნება ფარისევლობაო. უთხარი მადლობას დედას, მამას რომ სუნთქავ, ქმარს, საჭმელი რომ მოგიტანა სახლში, ცოლს, ვახშამი რომ მოგიმზადა და შენზე ზრუნავს. ჩაუთვლი მოვალეობად რომ შენზე ზრუნავს. მასაც ახარებს შენ რომ მისი მადლიერი ხარ. კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუნდება შენთვის. თუ რა თქმა უნდა რეგვენი არა აქვს შენს გვერდით. ასეთი პრაქტიკის დროს ცრემლი თუ ჩამოვიდა, ან გული აგიჩუქდა, ძალიან კარგია. ესე იგი დარჩენილია შენში ის პატარა რაღაცა ღვთიური. უემოციოდ ხარ, გააგრძელე მანამდე სანამ არ გააღვიძებ იმ ჩაკლულ მადლიერების გრძნობა შენში. თქვენ ვერ გახდებით ერთ დღეში მადლიერები, პრაქტიკა უნდა მაგას. საიდუმლოდ გეტყვით. ყველაზე ძლიერი გრძნობა, რომელიც ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს. მადლიერების გრძნობა. იქნები უმადური. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ეს არ არის შენთვის სასარგებლო პოზიცია. ვისაც თავში მოგივიდათ ასეთი ფიქრი, რომ რაზე ვიყო მადლიერიო, თუნდაც მაგაზე რომ თავში ფიქრი მოგივიდა და მაგის საშუალება გაქვს. გისურვებთ ყველას წარმატება.